დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მყოფ და მიკროავტობუსებსა და ავტობუსების მგზავრებს ძალიან უჩვეულო რამ შეემთხვათ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებში ის სიმღერები და მოწოდებები ჩაირთო, რომლებიც ხშირად ისმის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია თვალსაჩინოებისთვის ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო ვნახოთ. Ამ ფაქტს გამოეხმაურა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო რამდენიმე წუთში და მათ თავიანთ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სავარაუდოდ კიბერშეტევის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერები ირთვება. პრობლემის აღმოსაფრთხოად შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლება ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მგზავრებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსებში და მიკროავტობუსებში უფასოდ შეეძლოთ მგზავრობა, სანამ ეს ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებზე მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საკუთარი საბანკო ბარათებით იხდის, რაც როგორც ამ ფაქტიდან გამომდინარე აღმოჩნდა, ძალიან სახიფათოა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯიამ ესაუბრა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ ანდრო გოცირიძეს, რომლის კომენტარიც შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ. ხშირად მოქალაქეები თანხას იხდიან არა სატრანსპორტო ბარათით, არამედ საბანკო ბარათით, რომელზედაც მიბმულია ჩვენი პერსონალური ინფორმაცია და რომელზედაც გვერიცხება მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხები, იქნება ეს ხელფასი თუ სხვა ტიპის შემოსავლები. საქმე ის არის, რომ ეს ხელსაწყო თავად ეს დანადგარი ინახავს ამ მონაცემებს და ეს მონაცემები უნდა იყოს სათანადოდ შენახული, იმიტომ რომ ამ მონაცემებით შესაძლოა მოპარვის შემთხვევაში ჩვენი პერსონალური მონაცემები გაიყიდოს დამნაშავეთა ჯგუფებზე ან ელემენტარულად გამოყენებულ იქნას ტრანზაქციისთვის. ლევანდელმა ინციდენტმა გარდა იმ პოლიტიკური და იდეოლოგიური მომენტებისა აჩვენა, რომ ამ ინფორმაციას სახელმწიფო, რადგან ეს არის ქალაქის მერიის განკარგვაში, სათანადოდ ვერ იცავს, იმიტომ რომ თუკი ასეთი მარტივი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წვდომა გქონდეს ამ ხელსაწყოებთან, ამ სისტემასთან, მაშინ ბუნებრივია იქიდან შეიძლება ასევე მოვიპაროთ ეს პერსონალური ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეტევის მიზანი ეს არ ყოფილა, მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დამნაშავეთა ჯგუფმა, ჰაკერებმა ან უცხო ქვეყანამ სცადოს ამ სისტემის კომპრომეტაცია და ადამიანების პირადი მონაცემების მოპარვა ან მათი ფინანსების არმარცხზომიერი განკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვესმის დეკლარირება, რომ კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოს პრიორიტეტია, აი დამდგარი ფაქტი გვიჩვენებს, რომ ძალიან მარტივი ტექნოლოგიითაც ამგვარი სისტემების გატეხვა შესაძლებელი ყოფილა. ანდრო გოცირიძის თქმით, ამ ტიპის ასაცილებლად, ამ ყოლაფრის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებმა არა საკუთარი საბანკო ბარათები, არამედ სპეციალური სამგზავრო მეტრომანის ბარათები უნდა გამოიყენონ და უკვე დაცულები იქნებიან ისინი ამ პრევენცია შეეძლებათ ამ ყოლაფრით. დღეს დილით მომხდართან დაკავშირებით ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება 294 მუხლით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მუხლით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. მე შეგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის აპარატები მგზავრებს სრულად გამართულად ემსახურება.